ირანის რეჟიმის მსხვერპლთა ქრონოლოგია 1998 წლიდან 2026 წლამდე. ალი ხამეინის დოკუმენტური ფაქტები წარმოადგენს მხოლოდ აისბერგის წვერს. ფუნდამენტური წმენდა და ძალაუფლების კონსოლიდაცია 1998 წლიდან 2000-დან 5000-მდე სიკვდილით დასჯილი. მასობრივი წმენდა ციხეებში, პოლიტპატიმრების, სიკვდილით დასჯა ხომენეის საფუძველზე. საშინელება 5000, ანუ ბიძინა ივანიშვილმა რომ ეხლა ჩამოახრჩოს გარე ძალების კონტროლისთვის ოპოზიციონერები რა დაახლოებით ესეთი თემა. 89 და 97 წლებში 200-დან 400 მსხვერპლი წელიწადში. ხამეინის ძალაუფლების გამტკიცება და ჯაჭვური მკვლელობები, ინტელექტუალების ლიკვიდაცია, სტუდენტური აჯანყებებიდან უმცირესობების რეპრესიებამდე 1999 წელს ათეულობით მოკლული სტუდენტთა პროტესტი. თავდასხმა თეირანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე, მოკლედ საშინელება. შემდეგ 2000-დან 2008-მდე 200-დან 350-მდე მსხვერპლი წელიწადში. სტაბილურად მაღალი სიკვდილით დასჯის მაჩვენებლები, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებით. 100+ მსხვერპლი ოფიციალურად ნაკლები. მწვანე მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დახვრეტილი და წამებით მოკლული მომიტინგეები. 2010-დან 2014-მდე 500-დან 700 მსხვერპლი წელიწადში. კაცრი რეპრესიები არაბულ და ქურთულ უმცირესობებზე. ვაუ. ეკონომიკური კოლაფსი და მასობრივი სასოწარკვეთა ქუჩებში. 2015 წელს 977 სიკვდილით დასჯილი. ბოლო 10 წლეულების რეკორდული მაჩვენებელი, ძირითადად მინიჭებული ნარკოტრაფიკზე. 2017-დან 2018-მდე 500+ მოკლული. ეკონომიკური პროტესტების ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2019 წელს 1500 ქუჩაში მოკლული. სისხლიანი ნოემბერი. ბენზინის ფასის გამო დაწყებული ამბოხის უსასტიკესი ჩახშობა. მოკლედ ეს ყველაფერი არის დასავლეთზე დაბრალებული, დასავლეთის ბრალია, ისინი გვიწესებენ სანქციებს და მაგის გამო ხოცავდა ხალხს ჩვეულებრივად. ახალი რევოლუცია და ესკალაცია რეგიონული დაძაბულობის ფონზე 2020-2021 250-330 მსხვერპლი წელიწადში. პანდემიის პერიოდი, აქტივისტების ჩუმი დასჯა ციხეებში. 2022-2023 500+ პროტესტის მსხვერპლი, 800+ განაჩენი. მაფსა ამინის რევოლუცია, ქალის სიცოცხლე თავისუფლება, მასობრივი მკვლელობები ქუჩებში და საჩვენებელი ჩამოხრჩობები. საშინელება. 2024 800-850 დასჯილი. სიკვდილით დასჯის ტემპები შენარჩუნება შიშის დასათესად, რეგიონული დაძაბულობის ფონზე. 2025-2026 100+ მიმდინარე მონაცემებით. რეპრესიები გრძელდება განსაკუთრებით აქცენტით პოლიტიკურ აქტივისტებზე და ინტერნეტ დანაშაულებზე. ტერორი როგორც თვითგადარჩენის უცვლელი ინსტრუმენტი. 1998 წლის მასობრივი წმენდიდან 2026 წლის კიბერ რეპრესიები